გამარჯობათ, მოგესალმებით, მეგობრებო. ჩემი მცირე შეხედულება და მოსაზრება მინდა გამოთქვა ფასების ვარდნებთან დარეგულირებასთან დაკავშირებით. დღეს უსმენდი ფორმულას ჟურნალისტი იყო და ინტერვიუს იღებდა, რომელიღაცა ის რო არის საგამოძიებო კომისია რო ქონდა შექმნილი, მანდედან ერთ-ერთი იმის მხრიდან რა, რომ და ეკითხებოდა რა, რომ აი როგორ აპირებდა რეგულირებას ამდენი ხანი. ნუ თუ ეხლა გაიგეთ, რომ ფასები ნამატი არის და ხელოვნურად არის გაზრდილი და მოკლედ რაღაც უაზრო გამართლებები და ისეთი თავის გამოდებილების სხვადასხვა ხერხები რა, რაც ძალიან ეხერხება სხვათა შორის, აი არ ვიცი ეს რაღაც სასწაული უნარი აქვს პარლამენტარებს და ზოგადად დეპუტატებს, რომ თავის გამოშტერების ერთ-ერთი რაღაცა ხერხები აქვს, ისინი სკოლას დადიან, მეგონი ხალხი. მე ძალიან მაინტერესებს აი იმ ხალხს, რომლებმაც მიიტაცეს და სხვათა შორის ჩვენც კარგად ვიცით და ყველამ კარგად იცის, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და 90-იანების ნანგრევებიდან ეგრეთ წოდებული ჯინსების თაობა და ახალი თაობა და შიკ ევროპელების მიმართულებით რო ხალხი აღმოცენდა, მაგ ხალხმა სხვათა შორის ძალიან ბევრმა მიიტაცა ისეთი ნაგებობები, შენობა ნაგებობები, ინფრასტრუქტურები, მიწები და სხვადასხვა ზოგმა ტბებიც კი მიიტაცა სათავისოდ და თავისი ტბები და თავისი კომფორტის ზონები შეიქმნეს ამ ხალხმა და დაყიდეს კაპიკებში, დაყიდეს რაღაცები, გააკეთეს ზოგს ინდოელებს, უცხოელებს მიყიდეს. ახლა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის რაღაც პროცენტი უცხოელების ხელში არის ჩავარდნილი და უცხოელი ინვესტორები ამუშავებენ და რავი იმას საქართველოს რო არ მოახმარენ და ქართულ ბაზარზე რო არ გამოიტანენ იაფად მეტალურგიურ ნაწარმს, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით უყელა და მიდის პირდაპირ უცხოეთში იყიდება და არაფერი უბრალოდ გადასახადებს უხდიან მთავრობას. აი ძალიან მაინტერესებს 2013 წლიდან 12 წლიდან დღემდე აქამდე ხელისუფლებას რასაკეთებდა, მართლა იმ ქალის არ იყოს ნათქვამდი რასაკეთებდი აქამდეო და მასეთ იმაში იყო კი, მაგრამ ჩართული პოზაში, რომ 2013 წლიდან 2026 წლამდე ეხლა რო გაახსენდათ, ვითომდა კორუფციასთან ბრძოლა, ვითომდა ფასები დავარეგულიროთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ზოგადად აი ეს ფასების დარეგულირება, ბლეფი ახალხო ესა ბლეფად მიმაჩნია და იმიტომ რომ ეხლა პრემიერ ირაკლი კობახიძეს უნდა რომ მისგან შეიქმნას ახალი PR მენეჯერის პროტოტიპი და რაღაცა ეროვნულად მოაზროვნე კაცის პროტოტიპი ჩამოყალიბდეს, როგორც გახარიას შემთხვევა იყო, როგორც ღარიბაშვილის შემთხვევა იყო და ჩვენ კარგად გვახსოვს, ხო, გახარია პანდემიას უმკლავდებოდა და მაგარი მენეჯერი იყო, ღარიბაშვილი ეროვნული კაცი იყო, რომელმაც სახელმწიფო არ ჩართო მეორე ფრონტში რუსეთის წინააღმდეგ და დღეს ეხლა ეს ყველა რესურსი იმ ხალხმა წაიღო და რა უნდა გააკეთოს ეხლა კობახიძემ შეძლების დაგვარად მისი PR სამსახური ეხლა ურჩევს რომ მოდი ეხლა ჩვენ დავიწყოთ ფასების დარეგულირება და მაგ მხრივ ხალხის ცნობიერებაში ჩანერგვა რომ ჩვენ ემას გავაკეთებთ და ნაციონალების აკრძალვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ის აბოლებთ ბიჭო, რატო აბოლებთ? აგერ გაიხედეთ ხალხო გაზი, ელემენტარული თხევადი გაზი, ლარი და 50 თეთრი ხის. რუსეთში რო გადახვიდეთ, კაპიკები აი უბრალოდ ვიღაცას რო ზაბრავ გახსნილი, იქ ღირს 50 თეთრი ქართულ ფულზე. სომხეთში რო გადახვიდეთ, თქვენ წარმოიდგინეთ 50 თეთრით იაფი ღირს ქართულ ფულზე დრამები.
მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციაში არის წასული და სადღაც ასტრალში არის წასული სომხეთში, ამ ხელა გზა უნდა გამოიაროს იმ სატვირთომ, საქართველოს თლიანად უნდა გაიაროს, წარმოიდგინე და უნდა მივიდეს სომხეთში და დაარიგოს იმ გასამართ სადგურებზე ის რუსული თხევადი გაზი და იქ ღირს 50 თეთრით ნაკლები, როცა საქართველოში 50 თეთრით ძვირი ღირს. ანუ გასაოცარი პოლიტიკა გვაქვს და გასაოცარი ფასების კლება გვაქვს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ და ესენი რამის დამკლებებლები არიან ზოგადად. მე არ ვესმის იქ ყველამ კარგად ვიცით რომ იმ გაზის კორპორაცია თუ ნავთობისა თუ რაღაცის კორპორაციები არიან, რამოდენიმე ათეული კაცი არის, ან რამოდენიმე პიროვნება არის, რომელიც აკონტროლებს მოცემულ აი კლანს და არაძლევს ხახა ვიღაცას, აი ვიღაცამ რო დააპიროს, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ რომ რაღაც მოდი დავაკლო და 90 თეთრში გავყიდე აი ესე უცებ გას, ხო? მიახვრიტავენ იმას, მოკლავენ რა ერთ სიტყვით რა. ანუ ყველაზე ცუდ ვარიანტი, ყველაზე კაი ვარიანტი იმ ხელას ჯარიმებს და იმ ხელა რაღაცებს დაადებენ, რომ რავი შეიძლება ციხეში გაუშვენ. ყველაზე ცუდ ვარიანტი მოკლავენ იმ ადამიანს და ეს ხო აი კარტელური გარიგება ერთმანეთში და აი ყველაზე ძალიან აი ესეთი ის რო იყო, რომ ღარიბაშვილმა რო თქვა, რომ ჩვენო ეხლა თურქეთიდან წამლებს შემოვიტანთო და საქართველოშიო წამლების ფასიო აი იგივე წამალი პირობითაც წნევის წამალი თუ გერმანული ღირს აი ეს ფასი თურქული წამალი ეღირება ამდენით ნაკლები. რა იმუშავა მაგ პროექტმა? ერთი ავი გადაიხედეთ თქვენ საახლობლოსის საშინაურობაში და რომელმა იყიდა შემცვლელი თურქული ძლიერი თუნდაც ესეთი მასიურად რომელი მიეძალა ამ პროდუქციას და რა ვიცი ეს ხალხი რატო არიან ესე, რატო ადებილებენ ამ ხალხს თვალსადახელშუა, მე მაგას ვერ ხვდები ზოგადად რა, იმიტომ რომ როდესაც კაცი პრემიერ-მინისტრი ხარ და ალტერნატივა გზას ეძებ, რომ მოდი თურქეთიდან შემოვიტანოთ ჩვენ წამალი, იმიტომ რომ აქაური კლანში ჩამჯდომი აი ესეთი პროჭები, რომელებიც გამოსულები რო გამოვიდა კაცი და ჩვენ 1000 დოლარით მოვიგეთ 390%-იანი მოგება და იმ ხელაფულები იმას თქვენით ამოვიღეთ და ასე შემდეგ და ეს კაცი რო დღემდე რო საქართველოში არსებობს და ეს კაცი რო დღემდე საქართველოში პირში სული რო უდგას ესეთ პროჭებს და ესეთ ახურებს რანაირი პრემიერ-მინისტრი ხარ შენ თუ რანაირი ადამიანი ხარ, როცა იყავი ყოველ შემთხვევაში, როცა იმის ერთი ადგილი არა გაქვს, რომ ეს კლანი შეკრიბო და თუ შენ თუ მართლა ხალხს ეზრუნავ და ქართველი ხალხის ინტერესი და ის გამოძრავებს, რომ ვიღაცას წამლით შეუმსუბუქო, წამლის ფასი შეუმსუბუქო, მოიყვანო, დააკაჩაო და უთხრა არ მაინტერესებს. სირძემ კიდე ხვალიდან იქნება ეს ფასი წამლებზე. არ იქნება დაიხურებით. მორჩა რა, არ იქნება დაიხურებით. როცა უნდა სახელმწიფო ისეთ კანონებს ხო იღებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. არ გახსოვთ პანდემიის დროს ღაიმან რა ქვია კობახი ის რო იყო ის დობერმანი რო ყავდა პრემიერ-მინისტრი სახელგვარი გახარიამ რომ ჩვენო ნებისმიერ შენობასო კლინიკად გადავაქცევთ. ნებისმიერ შენობას კლინიკად სასტუმროები იყო კლინიკად გადაქცეული. არ გახსოვთ ხალხო? მასეთი ბრძანება რო შემოვიდა? ანუ სახელმწიფოს შეუძლია რომ თავისი რაღაცა მოთხოვნიდან გამომდინარე ვიღაცა კერძო ბიზნესმენებს რაღაცეები მოსთხოვოს, იმიტომ რომ აი ესე მინდა, ესე აწყობს დღეს სახელმწიფოს და ესე გავაკეთე. მაგრამ ეხლა შეხედეთ სიტუაციას, აი აბა გვაცალეთ და ეს რო იძახდა და ყველაფერი კარგად, რა იქნება ყველაფერი? არაფერი არ იქნება ყველაფერი კარგად. სანამ ესეთი პროჭები, რომლებიც 1000 დოლარით 1500 ისა 300 და 400%-იან მოგებაში გადიოდნენ და დღემდე რო არსებობენ და დღემდე რო ბაბანობენ და დღემდე რო მომჯდარები არიან ამ იმებში პოლიტიკაში და თლიანად იმ სამედიცინო სფეროში და ფარმაცევტულ სფეროებში, სანამ ესეთი პროჭები იარსებებენ, საქართველოს არაფერი არ ეშვენება. და ნუ გექნებათ იმის ილუზია ხალხო და ნუ გექნებათ იმის ილუზიები, რომ რამე შეიცვლება ხვალე სუპერმარკეტ. არაფერი არ შეიცვლება.
ვიღაცა გლეხი, რომელიც კარტოფილს ყიდის პირობითად ორნაბიჯში, იმას იტყვიან ფარმაიტე ფეხებზე მკიდია, შენ ორნაბიჯს ჩააბარებ, დავუშვათ პირობითად 50 ეთში. და გლეხზე გადაწყდება ეს ყველაფერი. შემომტანი უცხოეთიდან ვინც იქნება დამიჯერეთ, იმან მოაკლონ 5 თეთრის კვალობით და მორჩა ეგ იქნება ჩვენი ეგრეთ წოდებული შვება რა. არაფერი, ეს ყველაფერი იგივე დარჩება. სანამდე საქართველოში არის იქნება სახელმწიფო აფთიაქი, სახელმწიფო სკოლა, სახელმწიფო სასწავლადმყოფო, სახელმწიფო მიწები, სახელმწიფო მრეწველობა, სახელმწიფო მეურნეობა, სანამ არ იარსებებს ეს რაღაცები, მანამდე საქართველოში ვერაფერი ვერ მოგვარდება და ეს ყველაფერი იქნება ფარსი ხალხო ბოლომდე. არავინ არ რომელმა დებილმა უნდა დაიჯეროს და რომელმა უნდა გამოვიდეს და ხო ანაკომის სუპებით კარგად ვარსებობთო იმ ოცნების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა რო თქვა სუპ შევჭამო და ამათ ხმას მივცემო აი თქვენს პატრონს აი ესეთი თქვენაირი ხალხის ხელშია ზმაო ეს საქართველო ესე რო აზროვნებთ და ესე რო იმაშვრებით ელემენტარული აგერეთ წამალი ის მისი იმუნო ესეთი ნემსი არის შპრიცი იყიდება ორსულებისთვის დასაწყისში და ბოლოში უკეთებენ რა იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად თუ რაღაც ესეთი არის და რამოდენიმეჯერ დამჭირდა ხო ორი შვილი მყავს და უკვე კარგად გავერკვიე რა ამ იმუნორხოებში და ერთი პერიოდი PSP-ში 150 ლარი ღირდა მე უცებ სრაზუ გაქრა რა მეორე შვილის რო ველოდება უცებ გაქრა ეს მთლიანად და დავიწყე ხა მოძიება და მივადექ ახლა დახქვეშ რო იყიდება ვაგზლებში აი რო იბარებენ და რაღაცა ესე და მთლიანი ვაგზალი შემოვიარე და ერთ-ერთ ქალს თქონდა მარტო გაკეთებული და ამ ერთ-ერთ ქალს თქონდა ეს წამალი და ვეკითხები აი რა ღირს ხო ანუ აი PSP-ში ღირს 150 და იქ აღარ არის, იმიტომ რომ დეფიციტში წავიდა, ეს შეიძლება ხელოვნურად გააკეთეს და ანუ ხო შეიძლება კაი ხა კერძო პირი ხარ მაინც და მარტო შენ გაქვს და მიუმატე რა ერთი 50 100 ლარი მიუმატე ამ ყველაფერს და 250 მითხარი და გადაგიხდი მაგ 250 ლარს ისე მჭირდებოდა 400 ლარიო ამ ბოზის გაგდებულმა 400 ლარი მითხრა ესე იგი ერთ ამპულაში წავედი მე დავრეკე რუსეთში და რუსეთში ღირდა მოსკოვში თუ რომელიღაცა ურჩი იყო აღარ მახსოვს კრასნოდარისკენ იყო სავარაუდო ხო კრასნოდარში იყო ესე იგი 120 ლარი ღირდა ქართულ ფულზე რო გადმოიბას ვქენ ესე იგი 3 წალი მინიმუმ ისე მომივითო და როგორც არაფერი რა ანუ რო იქ რუსეთიდან რო გამომეგზავნა მოხდა ისე რომ მაინც საბოლოო ჯამში რაღაცა საქართველოში ვიყიდე და ძვირად ვიყიდე მაინც ახლა დრო აღარ ითმენდა და აუცილებელი იყო რაღაც გარკვეული კვირეების განმავლობაში მალევე უნდა გაკეთებულიყო ეს ნებსი და ესეც სიტუაცია მოხდა ანუ აიმდენ ელემენტარ ვიღაცა და რაც შეეხება კიდე საზღვარგარეთიდან აი ვიღაცას რო უნდა რომ რაღაცა შემოიტანო საქართველოში მე იქით არ მაქვს იმისკენ რა ქვია თურქეთისკენ და სადახლოდან რა შემოდის და რა გადის და რაღაც მაგეებზე ცოტა ნაკლებად ინფორმირую მაგრამ აი რუსეთიდან მაგალითად რაღაცა რო შემოიტანო წარმოიდგინე აი რაღაც რაც იაფიღირს რუსეთში და ხარისხიანი არის და შენთვის რო გინდა პირადად შენთვის რო გინდა ქართული პოლიცია გაგშმონავს თუ გინახეს ეს რაღაცეები ცოტა ბევრი თუ გაქვს შემოტანილი ესე იგი დაგადებენ საბაჟო გადაიხადე ზოგი უკან გაბრუნებს საერთოდ და დაგატოვებინებს დაგაყრევინებს და აი ესე რა მოკლედ რა და ესეც სიტუაციაში ვართ ზოგადად საქართველოში რომ არაფრის გასახანი არ აქვს ქართველებს ჩვენ თუ რამე გვინდა რომ გავაკეთოთ არაფრის გასახანი არ აქვს არაფრის გასახანის უფლებას არ გვაძლევენ და შესაბამისად მოდი სიტუაცია დგება და დღეს გვეუბნებიან რომ ყველაფერი დალაგდება ხალხო კარგად იქნება აფიორა რა ესენი არიან მატყუარა ხალხო რამდენჯერღა უნდა გვაჭამონ ერთი და იგივე თოხლი არ დაიჯეროთ სანამდე თქვენი თვალით არ დაინახავთ ერთი წამი არ დაიჯეროთ ხალხი შიმშილით ყვდება 9 შვილიანი დედა რო ყავს 9 შვილიანი დედა რო არის და 9 შვილი რო ყავს და ელემენტარული სახელმწიფოს
რამოდენიმე კორპუსები რო არა გამოყოფილი, თუნდაც სამშენებლო კორპუსები რო არა, სადაც ამ მრავალშვილიან დედებს შეასახლებს და ოჯახებს და რო არა აქვს წახალისება ელემენტარული, რომ ოჯახი გამრავლდეს, ხო? იყოს აი ესეთი პირობითად, ესეთი წამახალისებელი თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან, რომ ყველა მეოთხე, მეხუთე შვილზე ან რაღაცა თქვენ მიიღებთ ოროთახიან ან სამოთახიან ბინას სადღაც. არა აქვს მნიშვნელობა, სადღაც მიიღებთ, კაცო. რომელიმე ვარკეტილი იქნება, ვაზისუბანი იქნება თუ აეროპორტის დასახლება, სადმე მიიღებთ, კაცო. ახალ მშენებარეში. და მაგით ხო წახალისდება ოჯახები, აღარ იქნება ესე საორჭოფოთ, რომ ორი შვილის მეტი ვაიმე გვყავდეს თუ არ გვყავდეს და რაღაცა და ესე აღარავინ არ იცხოვრებს, კაცო. გამრავლდება ერი, მაგრამ არ აწყობთ ამათ ერის გამრავლება. ამათ უნდათ რომ ერთ ადგილზე ყავდეთ ერი. ერთ ადგილზე. და ასე არის რა და არაფერი გაიაფება არ იქნება მეგობრებო. აი ეს არის ყველაფერი იმისთვის გაკეთებული, რომ ისა რა ქვია, პიარი და პიარ კამპანია იმასაკნან გაუგორონ პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს და როგორც გახარია და როგორც ისა ღარიბაშვილი იყვნენ რაღაცა ეროვნული გმირები, ესე გამოცხადდეს ეს კაციც ეროვნულ გმირად. ეხლა როგორ სიტუაციით ეს დაიჭირეს, ის დაიჭირეს, ხალხი გაურკვევლობაში არის. ვერ ხვდება ეხლა ახალი სახე ჭირდება, ახალი სახე და შესაბამისად მათ კობახიძის პიარ კამპანია ცდილობს რომ ეს კაცი რაღაცა იმათ ეროვნულ გმირად და რაღაცა კორუფციასთან ბრძოლის პიროვნებად წარმოაჩინოს და აი ახე რამდენი რამე გააკეთა და რაღაც და აქამდე არ იწოდით კორუფცია რო არსებობდა საქართველოში. ეხლა გაიგეთ, ხო? ეხლა გაიგეთ, კი. ეხლა გაიგეთ. იმისი არ იყოს კიდე იქა აი ქართველები თვითონ აი როგორ ეჩვევა აბიჩნილძე, კაროჩე, ჩვეულებრივი ხალხი. დგანა და იმეებში წერენ რაღაცა კომენტარებში წერენ იმის მაგივრად რომ ქვეყანაში ამდენი უსამართლობა, ამდენი მიგრაცია ხდება, იმდენი რაღაც გლდანი ჯგუფში შეხვალ და აი მას გარაჟები რო აქვს და ისა და დაუნგრიეთ მერია და მონიშნა ესეთი ბოზური მენტალიტეტი რატო ჩამოგიხალიბდათ ამ ქართველებს მე რო ხვდა აი ჯერ ქალები რო არიან კაცებზე წირო გარბიან ეს აი ესეთი ქალები მეზიზღებით საერთოდ რა კაცზე წირო გარბი ხართ საერთოდ ცხოვრებაში და იმას დაუნგრიეთ, იმას მოუნგრიეთ, მანქანა ვერ დამიყენებია, შეშობენ ზაღლო გუში რო ჩამოხვედი სოფლიდან იმკაც კომუნისტების დროიდან ეგ გარაჟია გაშენებული და დამტკიცებულიც აქვს შეიძლება საბუთები აქვს დაკარგული. რატო უნდა დაუნგრიო? რატო უნგრებთ იმ გარაჟებს მე ვერ ხვდები. უნდა და აქ აშენებული და იმ გარაჟში ან რაღაცას ინახავს, მანქანას აყენებს და იმაში რა, აბა ამახინჯებს და იმაში რას ამახო, ისე ხო ბებია თქვენი ისა თბილისი ესეთი ლამაზია, რომ რას იძახი. ერთი პროექტი არ არსებობს საქართველოში, რომ ერთი პროექტით იყოს გაკეთებული კორპუსები. აჯღაბაჯღა არის, რავი, ზევიდან რომ გადახედო, რაღაცა ჯოჯოხეთია ჩვეულებრივი, რა. და ეს ერთმანეთს წაკიდებული ხალხი, ერთმანეთის ჭამაში, ერთმანეთის დაჭმაში და ერთმანეთის და აქ გვერდით სახელმწიფო ისე ტექნიკურად აგვარებს სიტუაციას, როგორც დაგიბარებია. აი ესე ათამაშებს ხალხს თითის კაცუნდით და всё რა, ორჩ ყველაფერი შეპესია, ყველაფერი. ყველაფერი აი ეს თუნდაც სასწრაფოც რო აიღოთ, ესეც კი კერძო პირისგან არის შემოყვანილი და კერძო პირის არის. მაგრამ ნუ მეწილე კი მერია არის მაგაში, მაგრამ შეპესი არის. შეპესი, ავტობუსებით შეპესი არის, მარშრუტკებით შეპესი არის. სახელმწიფო ორგანიზაცია არსებობს, მარტო ჯარი და პოლიცია. ორჩ, დანარჩენი ყველაფერი შეპესი არის. ასე ნუ გვექნება ილუზია იმისი, რომ ეს ხალხი რამეს გააკეთებს. სანამდე ეროვნულად და სანამდე ზოგადად ყოველთვის ვიძახი რა. არაფერი არ ეშველება. სანამ ნანგრევიდან ახალი არ აღმოცენდება ნორმალური რაღაცა პოლიტიკური შეხედულების მქონე პიროვნებები, რომელსაც საქართველოს უყვარს და ქვეყანა უყვარს. არაფერი გინდა ისინი მოვიდნენ, ვინც არ უნდა მოვიდეს აი ამ სანაგვეში ვიცხოვრო მთელი ცხოვრება. აბა კარგად ვიყოთ.
ჯანმრთელად ვიყოთ, ბედნიერება გქონდეს ღმერთმა. მოგწეს დიდხანს ვიცოცხლოთ ყოველ დღე რომ ქართველი რომ ზოგი სიმსივნით ყובה, ზოგი იმითი გული მისკდება რა მოკლედ რა რომ ცოტავდებით და ეს პროჭები და ეს ინდოელები და ეს ვიღაცა არაბები აქაც ბინებს იშენებენ და ეს ქსირი ქართველი ზოგიერთი სირები კიდე აპრავებენ ამათ ჩამოსვლას რა კაროჩე რა. Фу თქვენი იმენა. Кайთავა, კარგად იყავით ხალხო.